ხო, 6 კილოგრამი და 600 გრამი. პირველი კვირის რეზულტატიც ეს არის 8 კილოგრამი. ბიჭო, არაფრით არ ველოდი ამ შედეგს. 9 კილო ერთ კვირაში. სასწაულია. 64 კილოგრამი ეგრევე. ერთ კვირაში დავდექი ჩემ უნებრივ წონაზე. იცით რამდენი დავიკელი? აი ამდენი. მოგესალმებით ყველას, პირველი კვირის ამბავია, 365 დღიანი კეტო დიეტის. შესავალი გასაგებია, ვიცით რომ ვიდეოებს წინ ინტრო უნდა წარუმძღვანო, ძირითადი მომენტები ვიდეოდან რაც არის, რომ საინტერესო გახადო მაყურებლისთვის. მე და ჩემმა ვიდეო ედიტორმა სანდრიკას მოვიკითხავ. ამ წინა პატარ-პატარა ნაწყვეტებს გოჭები დავარქვით. ესეთი უცნაური გოჭებით დავიწყე. ეს პირველი კვირის დაიჯესტი და მიზანი ის არის, რომ პირდაპირ მეთქვა რამდენი კილოგრამი მაქვს მინუსი. დანარჩენ ვიდეოს ხო უჭველი აღარ უყურებდით. ამიტომ არ გადაახიოთ, გააგრძელეთ საინტერესო ტყვევი ამ ერთი კვირის ამბავს და ბოლოში გაიგებთ მინუს რამდენია. დილანშვიდობის მოგესალმებით ყველას 365 დღიანი კეტოგენური დიეტის მესამე დღეა. ბედნიერ დღეს გისურვებთ. მინდა მეორე დღის გუშინდელი დღის ანგარიშს ჩაგაბაროთ. ასე გავაკეთებ ხოლმე. შემდეგ დღეს გავაკეთებ წინა დღის ანგარიშს. პირველი კვება 1-დან 2 საათამდე მივირთვი ტორტიაში გახვეული. ძალიან გემრიელი ჩემწვარი ქათამი ვოსტეულთან ერთად და ისპანახის ნიგზიანი ფხალი. ძალიან გემრიელი იყო. გავკვირდი ულუფის ოდენობით. გამანაყრა, ანუ არანაირი დისკომფორტი. მეორე კვებად მივირთვი უკვე ვახშმად. შემწვარი ორაგული ნიგზიან ბაჟეში, ნიგზიან соуში, ესეც ასევე დიდი ულუფა და ძალიან ნოყიერი. ეხლა ვიმყოფები ლისის ტბაზე. რა თქმა უნდა, დღევანდელი დღის ნაბიჯების ნორმას ვფარავ. 10,000 ნაბიჯი უკვე გავლილი მაქვს. დილის 6-დან 7-ის წუთები იყო ამოვედი აქ. ვნელოდა და ამიტომ არ გავაკეთე ჩართვა. ეხლა როგორც კი მზე ამოიწვერა. დაკვირვებებს გაგიზიარებთ. პირველ რიგში ბოდიში მინდა მოგიხადოთ, იმიტომ რომ აუდიო გარნიტურის გარეშე ვარ. არ მქონია ესეთი გადაღების რეჟიმი და შესაბამისად ვატყობ, რომ ეს აუდიო გარნიტურა დამჭირდება. ყოველდღიურად რაღაცებს ვიღებ და ამიტომ ამ თემაზე საზრუნია. აქ უკვე სადაც კვირაზე მეტია დავდივარ, აქაც სხვა ადგილებშიც შევატყო, რომ ეს ჩვეულებრივი სპორტული ფეხსაცმელი რაღაც ისეთი კომფორტული არ არის, სპეციალური სასიარულო სპორტული თემა დამჭირდება ფეხსაცმელი. დანარჩენი სულ თქვა, თამბაქოს გაუქმების შემდეგ ცოტა გამიმჯობესდა, თან ხა ისეთ დროს დავდივარ სულ დილაღობით, რომ ჰაერით სუფთაა და აი მინიმალური ქოშინი. უკვე გამომეხმაურნენ მეგობრები, გამოხატეს სურვილი რომ დამასაფორთონ, ვერჩი დამიდგენ ჩემს პროექტში. მაიკაჯი რაღაც სიურპრიზი აქვს ჩემთვის და პირველ რაციონის მერე 2-3 საათისთვის ვესტუმრები და ნახოთ რა საჩუქრენ, დამასაჩუქრებენ. დღის განმავლობაში ხა 10 საათზე სადღაც უკვე დღევანდელი დღის მენიუს მოვა, მერე კურიერსაც გაგაცნობთ. ხო და აი მივყვები რა. კარგად მიდის ყველაფერი. რას თავარია რომ მეგონა რომ შიმშილი შეგრძნება მექნებ. აი ჩვენი ლისი. შიმშილი შეგრძნება მექნებოდა რაღაცა გამიჭირდებოდა და ვიშვიში და ამბავი არა, პირიქით ენერგია. როგორც ვატყობ, თავისუფლდება, არ მიჭირს საერთოდ. აი ამ ხილ მანძილების დაფარვაც კი საბოლოო შედეგს ვაფიქსირებ 15,000 ნაბიჯს. სადღაც მაგ რაიონში, იმიტომ რომ დღის განმავლობაში ცხუნავია რომ ნახოთ ახლა არ ვაჭრო, ამდენი დაიწერება. კაი, ეს იყო დღევანდელი დღის ამბავი. მაიკაჯიდანაც გავაკეთებ ჩართვას. სკუპ 10,463 ნაბიჯი მაგავლილი, 8 კილომეტრი და 250 მეტრი დაფარული. საკმარისია დილისთვის, დღის განმავლობაში 2 კილომეტრი უნდა გასავლელი უეჭველი გავიდა. ეხლა არის 15 საათი. დააგერაი, ვიმყოფები. ნახეთ ამ მამაზ ადგილას. ეს გახლავთ. ოპა! აიჭაძე, ეროვნული სტადიონი, კარი მიათე. პირდაპირ აი ერეთლის ბაღი რო არის, აკაკის ძეგლი და სიმის გადმოღმა რო შემოხვდით. იქ არის მაიკაჯი. რავი, შევალ ახლა და ნახოთ აბა რა სიურპრიზი მომიმზადეს ბიჭები. ხო, დაიწყო საჩუქრების თემა და გულე მიგზოს რომ არაერთი იქნება საჩუქარი, მაგრამ პირველს მაინც სხვანაირი ხიბლი აქვს და სხვანაირად დაამახსოვრდება ყველას. შევედით მაიკაჯიში. ფერადი განწყობაზე იქნებით ხალხო ახლა ფერადი ერებია ზურა ნამდვილი სახელი ასე ამონა ლუკა ადლობა რომ დამიკავშირდით და აი მოვაკითხე
საჩუქარს და მოხალხეებთ რო გეწვი. ეხლა მოგაცეთ საჩუქარს. ერთი სული მაქვს, ალბათ თქვენს გაინტერესებთ რა იქნება და ბევრი ვარ გავწავლოთ პირდაპირ აქვე გავუკეთებ unboxing-ს. აჰა, უღრასი მადლობა. ჩემი ლოგოიანი მაისური. აი, ვისაც არ გინახავთ. წონადადების ლოგო ესეთია და უღრასი მადლობა. განაცვალეთ. მისიამონა. თან საჭირო საჩუქარი. ამ ეტაპზე მაისურს დავჯერდეთ და უახლოეს პერიოდში ფუდისაც გამოგიგზავნის, თავად გამოგიწევს და ჩვენ გამოგიგზავნით იგივე ფერებში, იგივე ლოგოთი. ვა, სეზონის შესაბამისად უფრო გამოგადგება. ხო, ეხა ფუდი მართალია, იმიტომ რომ დღეს დილით ისე რო ვიყავი, 2 გრადუსი აჩვენა იმ თერმომეტრმა და გაკვილები ვაკაცკაცე, მაგრამ იმან მიშველა რომ ცოტა ჩქარი ტემპით ვიარე და. აი ეგეთია მარიკაჩი. დილის 7 საათი და 20 წუთი ლისის ტბაზე ვიმყოფები. კეტო დიეტა მიმდინარეობს შესანიშნავად, ჯადოსნურად. ულუფები ისეთი უზარმაზარი და დამანაყრებელი არის, რომ საერთოდ ჩიმშილის პრობლემა არ მაქვს. გუშინ მენიუში სიახლე ის იყო, რომ დაემატა ინდაურის ხორცი და ძალიან მიყვარს ეგ ფრინველი. ანუ ყველაფერი იდეალურად არის. კვების ხრივ და ჯანმრთელობის მდგომარეობის ხრივ, ენერგიაზე ვარ. უბრალოდ ყველაფერი იდეალურად რო არ ყოფილიყო, რაღაც პატარა პრობლემა მოკლე იჩინა თავი. გამდერა იქიდან რომ ხარისხიანი სპორტული ფეხსაცმელი არ მაცვია სიარულის დროს, აღნიშნე კიდევაც მიჭირს მეთქი, ტერფი არ მაქვს კარგად დაფიქსირებული. კალაპოტში დამეწყო ტერფების ტკივილი. ამიტომ გუშინ ნორმა ვერ შევასრულე. აი, იმდენად გათენდა რომ განათება ჩააქრეს უკვე. აიც ვახერხე გუშინ და გავიარე 10054 ნაბიჯი. რეკომენდაციის სახით ვიტყვი, რომ სიარულის დროს გამოდგება ასევე სარბენი სპორტული ფეხსაცმელები. ერთი სიტყვით დღეს პირველი გამოცდა ელოდება ჩემს ნების ყოფას. სადღაც 12 პირველი საათისთვის მეგობრებმა დამპატიჟეს და მივდივარ სამცხე-ჯავახეთში. და პირველი გამოცდა ჩემს ნების ყოფას რატო ელოდება? მეგობრები როდესაც პატიჟებენ სამცხე-ჯავახეთში მოაქვთ სანაკებო ღვინო და იქ ადგილზე დაგვხდება მასპინძელი. ეგ ნიშნავს თავზე ხელაღებულ კეიფს. რა თქმა უნდა, დიდი ოდენობით ალკოჰოლის მიღებას და მეც მაინტერესებს და თქვენს განახეთ ამ ცდუნებას როგორ ძლევდა ჩემი საკუთარი რაციონით, როგორ ვიჯდები სუფრასთან და არ გავეკარები რა თქმა უნდა ალკოჰოლს. მე რა მოხდა და როგორ წარიმართა ეს ყველაფერი უკვე ახავთ გზა და ვივარგე თუ არა და მაგ თუ არა ძლიერი ნების ყოფა ამასაც გავიგებთ. პირველ წრეზე ძამაბნელო და არ ჩავერთი, ამიტომ ეხლა უკვე განათებული ამბავი. ო რაღაცა კოჭები მაინც თლათ წესრიგში ვერ არიან, მაგრამ არ ვეპუები. ხესდა აქდება ზონის დაგდება ზონა დადდება ვიმყოფები ქვემო ენთელში, გადახედეთ სუფრას. რა სუფრა არის? საზოგადოებას. ანუ ჩვეულებრივად მეგობრები შევიკრიბეთ დაოლხენის წინა სიტყვაობა ვთქვით, აგერ უფალი თამადა დავლოცეთ. ამ დროს რა ხდება? იმის ხია ღვინო, მაგრამ მე ჩემი რაციონით. აბატონო, ეს მეორე კვება. ატიოსნად. 1, მეორე კვება 2. თავისი ამბავით და ესეც соуსი. ასე რომ მეგობრებო, ნების ყოფაც მქონია. ძნელია რა თქმა უნდა ესეთი სუფრის მხოლოდ ცქერა, მაგრამ მე ჩემი ნათქვამი სიტყვის ერთგული ავრჩები და შეულებრივად ვაგრძელებ კეტომანიის მიერ მოწოდებული რაციონებით გაძლებას. გაძლება ქვია ამას. აი გენა ვინა ხარ შენ? ვინა ესეთი მიკროფონი ვიწყერი ვინა? აი ესეთ საოცარ ადგილას მოვხვდი დიეტის მე-6 დღეს ვიმყოფები ჭულეს მონასტერში. ტაძარი გახლავთ წმინდა გიორგის სახელობის, ანუ გრძელდება ჩემი სამცხე-ჯავახური ვოიაჟი. ანგარის ჩაგაბარებ წინა დღისას, გავლილი მაქვს
8150 კილომეტრი. გამომდინარე იქიდან რომ შემდეგ მგზავრობა მომიწია ამ მხარეში, დანარჩენი ნაბიჯები ვერა. დღეს დილით ვივაშკაცე და დავქოქე, სანამ მასპინძლებმა და სტუმრებმა გაიღვიძეს და სადღაც დავფარე 7324 ნაბიჯი. ხო, რაც შეეხება დილის პირველ მირთმევას, სამწუხაროდ ვერ ჩავასწრებთ თბილისში და აქედან გამომდინარე აქ მომიწევს კონსულტაციით, რა თქმა უნდა, კეტომანიის უფროსობასთან. ჩემით მომამზადო ალბათ ერბო კვერცხი ყველით და შესაბამისად რამე სალათის ამბავი, კიტრი პომიდორი. ემოციებით გაგაცნობთ სოფოს. ხო, შევხვალთ ეხლა აქ ვიდეოს აღწერილობაში გაგიწერთ მისამართს, სადაც უნდა შეხვიდეთ, დაათვალიეროთ, აი ესეთი წალკოტია აქ გადახედეთ, ვარდების კონა. საჩუქარი მივიღი აქ. ატმის ესეთი ჯიში არსებობს სახელწოდებით დონატი, 3 ენერგი ატამი მაჩუკეს, ასევე ორნაირი ვაშლი მაჩუკეს, გოლდენი ჯიშის და ფუჯის ჯიშის და ასევე აკლის ჯიში იდეალი. ეს უნდა მოისხას მერე როცა დავრგავთ ნერგებს. უღრმესი მადლობა. გაიხარეთ. ესე დავსაჩუქრდი ნერგებით და მადლობა რომ მოგიძახეთ. მადლობა სოფოს სანერგეს და მადლობა სოფელ უდეს. აქ დანერგებული ხილი მექნება მესახში. უღრმესი მადლობა რა ბედნიერება. მადლობა თქვენ მადლობა. პირველ რიგში მადლობა. მე-7 დღე 365 დღიანი კეტოგენური დიეტის გუშინდელი დღის მიმოხილვას გეტყვით. გუშინ გამივლია 8715 ნაბიჯი. მოვიარეთ, მოვილოცეთ მონასტერი. მივიღეთ დალოცვა წინამძღვრისგან. გავიარეთ მერე უდეში და აი ნერგები, რომელიც წამოვიღე ახლა. ეს პირველი, მეორე და მესამე არის ჩვენი ატამი დონატის ჯიშის. აქეთ ერთი ვაშლი გოლდენი, მეორე ვაშლი აქ ფუჯი. ამოღებული მაქვს მიწები, ვიშრომი უკვე და იქით ღობის ძირას იქნება კაკალი. კარგად მიდის პროცესი, შიმშილი არ მაწუხებს. ევანდელი დღის რეზულტატი გახლავთ 8251 ნაბიჯი მაქვს. დღეს გადადგმული 6 კილომეტრი და 190 მეტრი დაფარული. კარგი, ახლა პროცესი მარტივად უნდა წარიმართოს. ამოღებულ მიწას ისევ მივაყრი, ავახაროთ რა, ნერგები. თარგვის პროცესი დამთავრდა. ეხლა ჩემი დღევანდელი კეტოკვების პირველი კვება მიწევს. დავეშვები ახლა თბილისში და ხვალე რა იქნება ვნახოთ. დავედით რიქსი. დავედით. მერვე დღე, ანუ აწონვის დღე, მიმყოფები ჩემს მეგობრებთან ემპორიუმში. მადლობა მათ იმისათვის, რომ ჩემს წერინგზე და თმინგზე ზრუნავენ, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ამის საჭიროება მაქვს. საღამოთი გვაქვს მე და დრუპჩანჩოს რაღაცა რეკლამო კლიპში გადაღება. დრუპჩანჩო ჩემთვის და თქვენთვის უბრალოდ ბატონი დრუპი. ხო და უნდა მოვწესი და გავამაზდე. ვინაიდან რადგანაც დღე მთლიანად დაიგეგმა, გადავწყვიტე რომ აქვე ემპორიუმშივე მოვახდინო ჩემი წონის დაფიქსირება, ჩემი სასწორით ვარ მოსული და როგორც კი ახლა ჩემს იერსახეს ცოტა გაალამაზებს ნიკუშა, მადლობა მას ამისთვის, ავიწონები. ხო, დღეს კიდე მაქვს შეხვედრა ვიტამინ G-სთან.
ესეთი საიტი არის. გამომდინარე სახელიდან ხვდებით ახლა რა აზია თემა და როგორ იქნება, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე შემდეგ ეპიზოდში გადაცემის. ეხლა ჩავიტარებ წერინგს. ეს ყველაფერი ვიდეოში ერთი ხელის მოსმით მოხდება, მაგრამ ამას გარკვეული დრო ჭირდება. Squimb აი ესე გამოვიყურები, თელი ეს ერთი კვირა სულ რაღაცნაირად ვიცი ხმუტავდი ნეტარამდეს. ეხლა მომიშვა. ამდენიც იქნება იმის მიხედვით ავზომავ რომ ერთ წელიწადში შარში ვარ და დავალ თუ არა ჩემს წონამდე თუ პირიქით ძალიან კარგად მიდის პროცესები. აწონო. ჩემი სასწორი, რომლითაც ავიწონე პირველად და დავაფიქსირე წონა და ეს სასწორი მექნება ყველა დანარჩენ აწონვის დროსაც რომ ერთნაირი კლება იყოს. შევდექი. დაფიქსირდა? 161 კილოგრამი 85 გრამი. ამას ჩვენ უნდა გამოვაკლოთ აუცილებლად ტანსაცმლის 2 კილოგრამი როგორც მაშინ. შესაბამისად, ეხლა 6 ჩამოვცდი 60-ებს და 159 კილოგრამი და 85 გრამი. რაც გვეუბნება მარტივად რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში მე დამიკლია 4 კილო. შვენიერი.